კაი, ნახოთ ახლა ესე იგი ეს როგორ ისვრის. ამ მაიმუნობის გასატესტად გამოვყოთ 3 ლეველი. პირველი იქნება უბრალოდ ღრუბლის ნაჭერი, მეორე იქნება თაბახის ფურცელი, რომელიც გახვიტვად საკმაოდ მარტივია, ხოლო მესამე კი უკვე რთული ვარიანტი იქნება ბუმის სქილა. ნახოთ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს ეს მაიმუნობა. კაი, დავიწყოთ ახლა, რასაც ვაკეთებთ. ესე იგი, პირველ რიგში ერთი ბოთლი უკვე გადავჭერი და ახლობით ამ ზომაზე უნდა გადაჭრათ, ესე. ახლა გადავჭრათ მეორეც. კაი, ხედავთ, ის აღარ ჭირდება. კაი, მოვარგოთ ახლა როგორ ერგება. აჰა, ცოტა არასიმეტრიულადაა. ცოტა სიმეტრიული თუ არ იქნა, არა ეგ დიდი პრობლემა. აჰა, ესე კაია. კაი, ახლა შემდეგი რა დაგჭირდება, ესენი გადავდოთ, დაგჭირდება წეპო. საუშვად ცოტა. და ეგ სადაც ნახვეტები იქნება ან რაღაცა, მთლიანად შემოვატაროთ წეპო. კაი, ამასაც მე მგონი ყოფა საკმაოდ ყარა. ახლა კი დავიწყოთ ამის გამაგრება. ამის გამაგრებისთვის საკმაოდ კარგი კომბინაცია არის ძაფის და აი ამ წეპოს ერთობლივ. როგორც ხედავთ, ეს უკვე მთლიანად დაიფარა. ახლა ის უნდა დავფაროთ წეპო. მაინც რომ იცოდეთ, ეს ძაფის და ამ წეპოს კომბინაცია არის ძალიან გამძლე. როგორც ხედავთ, ესე იგი ეს გაშრა საკმაოდ ყარა და არსად ეს არა წამსვლელი, ახლა დაგჭირდება ორი რაღაცა. ანუ ახლა ამ თავსახურში უნდა მოვათავსოთ აი ეს პასტა დაახლოებით აქ და შემდეგ უკვე ეს უწევს თავის დენიანად, აი აქ იმასაც განახებთ მე როგორ კეთდება. ვთქვათ ახლა ეს და დაახლოებით გავხვრიტოთ, აი ყრიდან გავხვრიტოთ ჯობია, მე მგონი რომ აქ ზუსტად ჩავსვათ მე ზონა. ერთი ნახვეტი დაახლოებით უწევს აი აქ ზემოთ მხარეს. ბურღით უკვე ვნახეთ როგორც იხვრიტება. ეხლა უკვე ჩვეულებრივად თუ ბურღი არ გაქვთ, განახეთ აი ჩვეულებრივი მაკრატითაც შეგიძლიათ და ნებისმიერ ადგილას სიტყვაზე აქ ავიღოთ. გავუკეთოთ ნახვეტი და ზომასაც უფრო მივცემთ რა ზომაც გვინდა. ცოტა უფრო დიდი დაგჭირდება. ისე რომ აი ეს თავარია ეს ჩავიდეს შიგ. კი ბატონო, ეს ჩავიდა. ეხლა დაგჭირდება რაიმე პატარა ნახვეტი რომ გავუკეთოთ, რომ აი სადენი შევიყვანოთ შიგნით ამ მხარეს. ეს უკვე გავხვრიტეთ. დაახლოებით ახლა მოვზომოთ, მაინც რამდენი დაჭირდება და ვიც რაღაცა ესე მოვჭრით. აი, ესეც ავიღეთ ახლა. ესეც გავუვაროთ აი აქ. ისე უნდა იყოს, რომ შემდეგ აქ რომ მივცემ, ეს დენს უნდა უტყავდეს. რომ მე შიგნით გამოიწვიოს აალება. ეხლა ამას დავუმატოთ წეპო, რომ გამყარდეს და იქით-აქით არ იქანაოს. შიდა მხარეს აღარ დაგჭირდება. კაი, ეს გადავდოთ გაშრეს. ეს ცოტა უფრო სიღრმეში შევიყვანოთ და დავუტოვოთ ესე სივრცე. ვთქვათ, მოლა გაკეთებულია და შიგნიდან ხედავთ როგორ აძლევს ისკრას. რაც შეეხება ამას, აი აქ ცოტა უფრო სიმაგრისთვის ჩავუყოლოთ რაიმე კარტონი. და შემდეგ ამას მე წეპოთი და ძაფით ისევ გავამაგრებთ. ამასობაში წესით-წესით გაშრებოდა. ესე იგი, აქედან მხრიდან დავყურავთ და ეხლა რა ხდება? აი ამას როცა მოვხსნით, ეს გადავდოთ. ავიღოთ კარტოფილი. კი, კარტოფილი ავიღოთ. ავიღოთ დანა. დავჭეროთ უბრალოდ აი დაახლოებით ამ ხელაზე. მეტი არც დაგჭირდება, გადავდოთ და უყურეთ რა ვშევით. ავიღებთ ამას. ვიღებთ, ხედავთ და იმას. ეხლა რაც შეეხება ამას, ეს არის ჩვეულებრივი სპირტი.
ცოტა შევაშხურებთ. სულ შეუბეროთ, აი ჰაერის ჩაბერვა ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ისე აფეთქება არ მოხდება თუ შიგნით ჰაერი არა. კაი, მოვემზადოთ. ცოტა მეც შემეშინდა. არა უშავს. კაი, დავიწყოთ გატესტვა. ამ მაიმუნობის გასატესტად გამოვყოთ 3 ლეველი. პირველი იქნება უბრალოდ ღრუბლის ნაჭერი, მეორე იქნება თაბახის ფურცელი, რომელიც გახვიტვად საკმაოდ მარტივია, ხოლო მესამე კი უკვე რთული ვარიანტი იქნება ბუმის სქილა. ვნახოთ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს ეს მაიმუნობა. კაი, დავიწყოთ ახლა ტესტირება და გადავტენოთ ჩვენი ძლევამოსილი იარა. ჩავდოთ შიგნით ჩვენივე გაკეთებული ტყვია, დავუმიზნოთ ჩვენს სამიზნეს, ღრუბელს. პირველი გასროლა დამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ საკონტროლოდ მეორე გასროლაც გავაკეთე, ამიტომ ნახოთ ესეც. მეორე ნახვრეტი უკვე საკმაოდ კარგი გამოდგა, დამარწმუნებელი, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ პირველი ლეველი გაიარა. კაი, შემდეგი არის ფურცელი. ნახოთ აბა რა სიზამს. ცოტა მისფაირი ჰქონდა, მაგრამ კარგი ნახვრეტი დაადო მეორეც. მეორე ლეველიც ასე თუ ისე გაიარა. კაი, ახლა უკვე მთავარ ლეველზე გადავიდეთ ბუმის სქილაზე. კარგი გასროლა იყო, მეორეც გავაკეთოთ. ბატონო. დამაკმაყოფილებელია მესამეც. სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ სხვა უფრო საინტერესო რაღაცებს.